ბიბლიაში იგავების წიგნის მე-6 თავში დაწერილია, რომ ადამიანის გული ბოროტი განზრახვების განმზრახველია. ხოლო იერემიას წიგნის მე-17 თავში ვკითხულობთ, ყველაზე ძლიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას? ძლიერია ჩემი გული, ვერ ვენდობი მას. ჩემი გული სნეული იყო მანამ, სანამ ქრისტესთან მივიდოდი. უფალი იესო ამბობს, ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტის ზახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნობა და უგუნურობა. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს. ადამიანის გული ვულკანივითაა. ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენი გული შორსაა ღვთისგან. მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე. მისი გული კი შორს არის ჩემგან. მინდა ერთი წუთით დაფიქრდეთ ამის შესახებ. ქრისტეს უახლოვდებით ბაგეებით, სიტყვებით, მაგრამ თქვენი გული შორსაა მისგან. კვირას დილით ეკლესიაში გალობთ. მთელი დიდება იესოს ეკუთვნის. თუმცა ფიქრობთ იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც ორშაბათს უნდა დადოთ. თქვენ შეიძლება გალობდეთ საგალობლებს, მაგრამ თქვენი გული სადღაც შორს იყოს. ასეა თქვენს ცხოვრებაში. რამდენი ჩვენგანია სინამდვილეში თვალთმაქცი? იესო ებრძოდა თავისი დროის რელიგიურ წინამძღოლებს. ის არ ებრძოდა ცოდვილებს. მას უყვარდა ისინი. იესო რელიგიურ ადამიანებს ეწინააღმდეგებოდა. საინტერესოა რა იქნებოდა იესო რომ აქ ყოფილიყო. რა სიტყოდა? ვის დაუწყებდა საუბარს? ეკლესიაში მავალ ადამიანებს დაელაპარაკებოდა და ეტყოდა: ო, დიახ, თქვენ ეკლესიაში დადიხართ, ძალიან რელიგიური ბრძანდებით, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. თქვენი სხეული, გონება და გული 100%-ით მე არ მეკუთვნის. უფალი იესო 100%-ს მოითხოვს. ბიბლია გვასწავლის, რომ ადამიანს მეამბოხე გული აქვს. იერემია წინასწარმეტყველის მე-5 თავში დაწერილია, ამ ერს კი ურჩი და მეამბოხე გული ჰქონდა. განმშორდნენ ისინი და წავიდნენ. 10 მცნებისა და იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგების კითხვისას ვამბობთ, არ მინდა ამ სიტყვების შესრულება, არ შემიძლია. რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ. აქ მყოფთაგან არავის შეუძლია 10 მცნების შესრულება. ერთი მცნების შესრულებაც კი არ შეგიძლიათ. აქ მყოფთაგან არავის ძალუც ერთი მცნების დაცვაც კი. თქვენ იტყვით, ბილი არასოდეს მიმრუშია. არა? იესო ამბობს, რომ თუ ქალს ან საპირისპირო სქესის ადამიანს გულის თქმით შეხედავთ, უკვე იმრუშეთ. არავინ მომიკლავს, თუმცა თუ ოდესმე გძულებიათ ვინმე, ან შური გქონიათ ვინმესადმი, ეს მცნება უკვე დაარღვიეთ. წმინდა წერილის თანახმად, თუ საკმაოდ კარგად ასრულებთ მცნებებს და მხოლოდ ერთს დაარღვევთ, მაგალითად პატარა ტყუილს იტყვით, ამით ყველა მცნებას არღვევთ. მცნებების დარღვევას კი ცოდვა ეწოდება. ცოდვა რჯულის დარღვევაა. გამოდის თქვენ არღვევთ ღვთის რჯულს. თითოეული ჩვენგანი უნდა წარვდგეთ ჯვრის წინაშე და ვუთხრათ უფალს: ცოდვილი ვარ. თქვენც ასე უნდა მოიქცეთ, მეც, ყველა ასე უნდა მოიქცეს. მე ცოდვილი ვარ. ჩვენ დავარღვიეთ ღვთის რჯული. ბიბლიაში დაწერილია, რომ ადამიანის გული შეიძლება გაქვავდეს, გასასტიკდეს. მაგალითად ფარაონმა გული გაისასტიკა. ღმერთმა იცის ადამიანის გული, მან იცის თქვენი გული. უფალმა იცის საიდუმლონი გულისა. დაწერილია 43 ფსალმუნში. მან იცის საიდუმლონი თქვენი გულისა, იცის რას მალავთ, იცის რა გაქვთ მიჩქმალული. ის ხედავს ამ ყველაფერს. იცის თვალთმაქცობა, რომლის მეშვეობითაც მალავთ ამ ყოველივეს. და ის აცხადებს: მე, უფალი, ვიკვლევ გულს. მე ვიკვლევ თქვენს გულს, ამბობს იგი. დაფიქრდით, ახლა ღმერთი იკვლევს ჩვენს გულებს. რა სიპოვის ის იქ? შიში გვექნება ღვთის წინაშე, მის სამსჯავროზე წარდგომის. რა კი ვიცით, რომ ის იკვლევს ჩვენს გულებს და იცის ყოველი ჩვენი საქმე. შიში გვექნება თუ ჯვართან არ მივსულვართ და არ მიგვიღია სიმართლე, რომელიც ჩვენი საკუთრება არ ყოფილა. ამ სიმართლეს კი ქრისტე იძლევა ჯვარზე თავისი სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით. დიახ, ღმერთმა იცის თქვენი გული და იკვლევს მას. ცოდვილი გულისთვის სასჯელი სიკვდილი, მსჯავრი და ჯოჯოხეთია. წმინდა წერილში ვკითხულობთ ქრისტეს სისხლის შესახებ. განიწმინდა თუ არა თქვენი გული ქრისტეს სისხლით? შეეხო მას ქრისტეს სისხლი. სიტყვა სისხლი სიცოცხლეს გულისხმობს. სისხლს თუ გამოაცლით ადამიანს, სიცოცხლესაც გამოაცლით ამით. სისხლი სიცოცხლეს ნიშნავს. ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჯვარზე თქვენთვის.
მან საკუთარ თავზე აიღო თქვენი ცოდვები, თქვენთვის განკუთვნილი სასჯელი, თქვენი მსჯავრი, თქვენი ჯოჯოხეთი და ჯვარზე თქვენ ნაცვლად მოკვდა. ეს კი იმისთვის მოიმოქმედა, რომ ახლა გქონდეთ შესაძლებლობა მიხვიდეთ მისი ჯვრის წინაშე და გულწრფელად მიუძღვნათ მას თქვენი სხეული, გონება და გული. ის კი მოგიტევებთ წარსულში ჩადენილ ყველა ცოდვას. გაგამართლებთ, თითქოს ერთი ცოდვაც კი არასოდეს ჩაგედინოთ. მოგცემთ ახალ გულს, ახალ სურვილებს, ახალ მშვიდობას და ახალ სიხარულს და ასევე მტკიცე დარწმუნებას იმისა, რომ გარდაცვალების შემდეგ ზეცაში წახვალთ. ღმერთი თქვენს სახელს კრავის სიცოცხლის წიგნში ჩაწერს. ღმერთი მოგცემთ ახალ გულს. ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილია და მოგცემთ თქვენ ახალ გულს. უფალი იესო ამბობს, ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. შეგიძლიათ ხელახლა იშვათ და მიიღოთ ახალი გული, ახალი ბუნება. კეთილკაცს კეთილისაგან ზურიდან სიკეთე გამოაქვს. კითხულობთ წმინდა წერილში. არ გინახავთ ჭუჭყიანი, დაბინძურებული მაღაზია. შემდეგ ეს მაღაზია გაყიდულა და სხვა მეპატრონის ხელში გადასულა. სწორედ ასევე ხდება, როცა ქრისტესთან მიდიხართ. ქრისტესი ხდება თქვენი ცხოვრება. თქვენ აღარ მართავთ თქვენს ცხოვრებას. ღმერთი მართავს მას. ქრისტე მართავს მას. თქვენში მყოფი სულიწმინდა გეხმარება თამაში. ღმერთი ასუფთავებს და ალამაზებს თქვენს ცხოვრებას. ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ქრისტესთან როცა მიდიხართ, თქვენი სხეული, გონება და გული უნდა მიუტანოთ მას. გადადგამთ ამ ნაბიჯს დღეს. ხომ იცით, რომ გჭირდებათ ეს. ბიბლიაში დაწერილია, კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება. წმინდა წერილში ასევე ვკითხულობთ, აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე.